სამშვიდობო მისიისთვის კიდევ ერთი ქართული ბატალიონი ემზადება. ქართველი სამხედროები ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში ISAF-ის ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას. ისინი თავიანთ თანამებრძოლებს ჩაანაცვლებენ. 33 ბატალიონის სამხედრო წვრთნას დღეს ჩემი კოლეგა გიორგი მანჯავიძე დაესწრო. დეტალებზე ისახლა პირდაპირ ეთერში ისაუბრებს გიორგი გისმენთ. მესამე ქვეითი ბრიგადის 33 ბატალიონი ISAF-ის ოპერაციაში უკვე მეორედ მონაწილეობს. ისინი თავიანთ თანამებრძოლებს მე-12 ბატალიონიდან გეგმიური როტაციით ჩაანაცვლებენ ჰელმანდის პროვინციაში. ამ 33 ბატალიონის მებრძოლებისთვის ჰელმანდის პროვინციაში არსებული სიტუაცია მათი უმეტესი ნაწილისთვის ყოველ შემთხვევაში ნაცნობია, თუმცა მიუხედავად ამისა ისინი გეგმიურ ცვნებს საქართველოში გადიან და დღეს ჩვენი გადამდგრები ჯგუფი ამ ცვნების დასკვნით ეტაპს დაესწრო. ამის შემდეგ უკვე ტრადიციულად ქართული ჯარისკაცები გერმანიაში ჰოენფელდის საცვენო ბაზაზე გაემგზავრებიან. რაც შეეხება მზადყოფნას, გვყავს ჩვენ ზემდგომი ინსტრუქტორი, რომელიც ჩვენ სწავლებას გვატარებს და ამ ეტაპზე აქ საქართველოში ბატალიონის ფაზა რო დამთავრდა, ბატალიონმა მიიღო შეფასება დადებითი. აქედან გამომდინარე, რაც შეეხება პირად შემადგენლობას, мотиваცია არის ძლიერი. ყველა მიცის, ყველას გათავისებული აქვს თუ სად მიდიან და რამხელა მისია ელოდება და რამხელა ამოცანა უნდა შეასრულონ. 33 ბატალიონთან ერთად გეგმიურ როტაციას განახორციელებს ასევე 42 ბატალიონი. ისინი 22 ბატალიონს ჩაანაცვლებენ ჰელმანდის პროვინციაში. უფრო დეტალურად ამ როტაციისა და ზოგადად ცნობის შესახებ ჩვენ 9 საათიან გამოშვებაში შეიხილავთ რეპორტაჟს და ამას გარდა რეპორტაჟის შემდეგ ჩვენ ჩაგვერთვება გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ბატონო ვლადიმერ ჩაჩიპაია. დიდი მადლობა გიორგი მანჯავიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.